გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო. მე მქვია ტომაშ პოპული. მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი საუკეთესო სათვარა კალმახის დასაჭერად. ეს კლიმჭარი მებისვამია. ეს არის სასოფლო სათვარა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას აქვს ძალიან კარგი ანიმაციური თვისებები, როგორც აქტიური წაყვანისთვის, ასევე ტიპური დინებაში თევზაობისთვის. ფაქტობრივად სათვარა ჩვენს ნაწილად თელ სამუშაოს ასრულებს. ეს არის DDT-ის, ევროპის იმიტაცია. საკმარისია სათვარას მსუბუქი მოძრაობები, მსუბუქი დინების მოძრაობა. სათვარა იჭრებს სიწყცეს. ეს არის სათვარა, რომელსაც როგორც წესი საკმაოდ მსუბუქად ვაწყობთ. ვთქვათ, 1 გრამიდან 5 გრამამდე. აქ მაქვს 7 ინჩია. ყველაზე მსუბუქი გაძვირთვის დროსაც კი ეს რეზინა უკვე აქნის კურსს და რეალურად იზიდავს ქარი ხლაპიებსა და სხვა მტაცებელ თემზებს თავდასხმისკენ. ზუსტად ისე როგორც ტომიკმა ადრე თქვა ჩვენი ჯეის მაგალითზე, უბრალოდ სათვარაზე. ალბათ კიდევ უფრო მარტივია გამოსაყენებლად, რადგან რეალურად საკმარისია უბრალოდ თანაბრად მოვახვილოთ და ეს კოდი ჩვენს ნაცვლად გააკეთებს საქმეს. დასასრულს კიდევ დავამატებ, რომ ეს სათვარა აუცილებლად სცადეთმაში ქარი ხლაპიების დაჭერისას ძალიან მეჩხერ წყალში, ძალიან მსუბუქად დამძიმებული და ძალიან ნელა გამოტანილი. მერწმუნეთ თუ ამ სათვარას სწორედ ასეთ პირობებში სცდით, ნამდვილად არ იმედ გაცრუდებით და ბევრ ლამაზ თევზს გაიჭერთ. ის ვერსიაში ჩვენ ასევე გვაქვს, ეს არის სათვარა ულტრალაითის მოყვარულებისთვის, დაახლოებით ორინჩიანი ვერსიით, ძალიან ნაზად თევზაობისთვის. ნაკ არის იმიტაცია. ნახეთ როგორ მუშაობს. ეს ძალიან ჰგავს ახლად გამოჩეკილ პატარა თევზს. ამ სათვარას ვამაგრებთ ძალიან პატარა თევზით, 1-2 გრამით ვატარებთ თანაბარი მოძრაობიდან ჩაძირით. მაისის პერიოდში, როცა წყალში ძალიან ბევრი გამოჩეკილი თევზია, ეს ძალიან იზიდავს ყველა სახეობის თევზს, როგორც მტაცებლებს, ასევე თეთრ თევზებსაც. ასევე შეგვიძლია გამოვიხსნოთ სათვარის დასამაგრებლად ბურჟუა ან ჯიგის თავები. თუ თევზაობთ მცენარეულობით დაფარულ ადგილებში, შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა ოფსეტური კაუჭები. აქ საკმაოდ პატარა სათვარა გქონდა. მე კი ისევ მოვდივარ ასეთი დიდი სათვარით, ის 8-ინჩიანი მოდელი, ანუ კიდევ ერთი სერიის სათვარა, რომელიც სპეციალურად დიდ კაფშიების დასაჭერადაა განკუთვნილი. ეს სათვარა ოდნავ განსხვავდებასგან. პირველ რიგში კუდის განსხვავებული ფორმით და შესაბამისად მისი მოძრაობაც სრულიად სხვანაირია. ეს არის სათვარა, რომელმაც ტესტირების ეტაპზე ძალიან კარგად იმუშავა. ის შესანიშნავად მუშაობს ერთგვაროვან ტემპში, ასევე ძალიან კარგად რეაგირებს მსუბუქ აჩქარებაზეც. შეიძლება გამოიყენოთ დაბალი წონის გვერდით, მაგრამ ასევე უპრობლემოდ შეიძლება დაადოთ 12 ან 15 გრამიანი გვერდიც. ამ შემთხვევაში მოძრაობა უკვე სხვანაირია, მაგრამ მაინც ისეთივე ეფექტურია. აქ მთავარ საქმეს სწორედ ეს კუდი აკეთებს, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ძლიერად უზნობ ანკესზე. ის საოცრად მოძრაობს, ეს სათვარაც პირველ რიგში თქვენთვის შეიქმნა, რადგან ხშირად გვესმის, რომ უკვე წარმატებით იჭერთ ლიბრას სათვარებით კალმახს, ქორჭილას, თაშამს. გსურთ, რომ სხვა თევზებიც დაიჭიროთ. და სწორედ თქვენი წყალობით მოვიდრიბეთ მოტივაცია, რომ შეგვექმნა სათვარები უკვე ყველა მტაცებელი თევზისთვის. მინდოდა შემდეგი სათვარას წარმოგიდგინოთ. ეს არის კიდევ ერთი წითელი ჭიის იმიტაცია სპეციალური მოხრილი პროფილით, რაც იწვევს იმას, რომ სათვარა თავადვე იწყებს მოძრაობას დინებასთან ერთად. ის ძალიან რბილია და ძალიან მოქნილია. აქ პრაქტიკულად ანიმაცია წერით შეიძლება ძალიან აზი იყოს. სათვარა შესანიშნავად მუშაობს პასიურ, არამჭამელ თევზებზე. ეს სათვარა წარმოდგენილია 2 ზომაში. მე ხელზე სწორედ ახლა მიგეთია 99 ზომა. ასევე არსებობს 65 მმ-იანი ვერსიაც. სათვარასაც ვამაგრებთ საკმაოდ მსუბუქად, რადგან შეიძლება ითქვას, რომ 9 გრამიც კი საკმარისია, მაქსიმუმ 5 გრამი, რათა წყლის ყველა ფენაში სწორად მართოთ. შეგვიძლია მასზე გამოვიყენოთ როგორც წითელი ბურთია, ასევე კლასიკური ჯიგის კაუჩი. აქვე გირჩევთ, რომ ამ სათვარას ძალიან კარგი დამაგრების ხერხია, მისი ოდნავ მოხრა და კაუჩის მუხტი ცოტა უფრო მაღლად წამოწმა. ამ შემთხვევაში მივიღებთ კიდევ უფრო დიდ მოხრას და ყოველ მოძრაობაზე სათვარა კიდევ უფრო მეტად დაიხურა.
დამატებით, კიდევ ერთ რიგს გაგიზიარებ, რადგან დღეს აქ ერთად ვართ. ეს საფუარები ძალიან მარტივად შეიძლება ბუნებრივად გადააკეთო. ვიღებთ მარკატალს, ამ საფუარებს ყოველთვის მარტივად შეგვიძლია მოვარგოთ იმ ფილტრებს, რომლებიც ჩვენს წყალშია და ასე უფრო ეფექტურად შეგვიძლია კონკრეტული ადგილი დავამუშავოთ. ეს მეთოდი ცნობილია ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებებზეც კი, მაგალითად პოლონეთის ფრამფის დროს. ვარგებთ საფუარის სიგრძეს იმ თევზებზე, რომელსაც ვიჭერთ, რადგან ხშირად შეჯიბრებებზე ხან დიდი, ხან პატარა თევზი გვხვდება და მაგალითად, ასეც ძალიან სწრაფად შეგვიძლია მოვარგოთ არსებულ პირობებს. ახლა კი სურგს უკან გამოუჩნდებინე ბოლო საფუარი ამ პრეზენტაციაზე და ეს იქნება ბოლო საფუარა, მაგრამ ამავდროულად პირველი, რომელსაც აქ საერთოდ არ ვისვრით. ის საფუარების წყალობით ახლა შეგვიძლია თევზაობა ნებისმიერი მეთოდით. ვერტიკალური პელაგიური მეთოდი და მასთან ერთად ისეთი საფუარები, როგორიცაა აქ ჩემს ხელში არსებული 7 მარტივი და ნახე, როგორ იქცევა ეს საფუარა წყალში. მე უბრალოდ ჩავდებ მას წყალში. სინამდვილეში ისიც კი რომ აქ წყალი ირხევა, უკვე იწვევს ამ საფუარაზე განთავსებული ყველა ფაქტორის ხელას და ეს საშუალებას გვაძლევს ეფექტურად დავიჭიროთ ქორჭილები, ქარიხლაპიები, თოვსდოლობები. ეს ვიბრაციები მართლაც ძალიან კარგად იგრძნობა მტაცებელი თევზებისთვის. იმ მომენტში, როცა თქვენ სეკოსონარზე ხედავთ რომელიმე მტაცებას, დარწმუნებული იყავით, რომ ის ამ საფუარას გულგრილად არ ჩაუვლის. მოусმინეთ აქ დეტალები, რომლებიც შექმნილია თავკომბალას მიხედვით, მართლაც საოცარ ეფექტს იძლევა. ამას თავადაც შეგიძლიათ ნახოთ ფოტოებზე ჩვენს Facebook პროფილზე, Instagram-ზე, ასევე TikTok-ზე, მაგრამ ასევე ჩვენს YouTube არხზეც, სადაც თავს უფრო მეტი მასალა იქნება პირდაპირ წყლისპირიდან, სადაც ნამდვილად ნახავთ ამ საფუარების ეფექტურობას. მაგრამ ამას უკვე შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ, თუ ეწვევით ჩვენს ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი განახლებული კატალოგი 2025 წლისთვის. იქ ნახავთ მატეუშის და მიხალის ფოტოებს, რომლებმაც უკვე სცადეს და გამოცადეს ეს საფუარები და სწორედ ამ საფუარებით დაიჭირეს ლამაზიები და ქარიხლაპიები. და ეს ყველაფერი იყო. მადლობა დღევანდელი დღისათვის და შეხვედრამდე.